და ძალიან მომწონს აი ეს თვითონ რეზინი, რომელიც პიკატინის თამასის იმას ფარავს. ისიც არის მაგარი ხარისხიანი, ორგანულად აზიზეს და სასიამოვნოა. კიდე თვითონ პიკატინის თამასას ხელი გადაუსვათ. კუთხეები და რაღაცები არა აქვს. აი ამას შეხედეთ. ასე რომ სასიამოვნოთ არის ხელში დაიჭერთ. თან ნახე კბილებს შორის არის დანომრილი, თუ თქვათ რაღაცა გიყენია და გასწორებული აქვს, მოხსენით. თუ დაიმახსოვრეთ რომელ ციფრზე იდგა, მეორე შემთხვევაშიც იმ ადგილზე დაამაღლებთ. ამიტომ ეს არის მოსახერხებელი. და კაი. უკანა და წინა ასაწევი სამიზნეები არა აქვს, თუმცა იყიდებოდა, შეგიძლიათ დააყენოთ თვითონ ეს 1000-ნაირი, ახლა ამას უყურებ რაღაცა ხარისხიანი უყენია და შევეცდები რომ ვესრულო შევეცდები კი არა ვესრო იმითი რა ქვია კალიმატორული სამიზნით. მოდი გავხსნათ შევხედოთ. უცებ დაიშალა იქ თითი მივაწექი გამოწე, იმიტომ რომ ზეთიანი არის. აი ეს ჭხირი არ დაზეთოთ. რომ გაწმინდავთ იყოს მშრალი ადვილად გაიხსნას. შიგნით ჩვეულებრივი ემოთხია, მთელი შინეგროვო ნაწილები აი ეს ეგრეა გაკეთებული აქ. ნუ კლასიკური R15-ია, მოდი ესე ვთქვათ. ეს თუ გავაცალე, იარაღი გაიხსნება შუაზე, რასაც მე ეხლა არ გავაკეთებ. იარაღი მოვლილია ეთყობა, ვისაც ქონდა ხელში და ვისია მე ბატონი უვლის არ მიყვარს